საღამოშვიდობისაც უცხოასო ტელემაყურებელო. ჩვენ ერთი თვე არ ყოფილვართ ეთერში. ტელეკომპანია ობიექტივზე გრძელდება გადაცემათა ციკლი საუბრები ენერგეტიკაზე. და ეს გადაცემები, როგორც ყოველთვის, ამ დროს საღამოს პარასკევობით გავა ეთერში. ეხლა რამდენიმე სიტყვა მინდა იმ გასულ გადაცემათა ციკლზე, რაც უკვე ადრე ჩატარდა და მინდა ორი სიტყვა თქვა, რომ ენერგეტიკა ის დარგია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, მის დღევანდელობას, მომავალს, ფაქტობრივად განსაზღვრავს ყოფიერებას, კეთილდღეობას თითოეული საქართველოს მოქალაქის, თითოეული ოჯახის აქედან გამომდინარე მიუკერძოებული პროფესიული აზრის მიწოდებას ამ დარგზე მიმაჩნია არა მარტო მე, ალბათ ჩემ კოლეგებსაც, ალბათ კი არა დარწმუნებულად ჩემ კოლეგებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს უამრავი ადამიანი თუ ექსპერტი, არ ვიცი, ბჭყალებში გადის ტელევიზიებით, ხშირად საგაზეთო პუბლიკაციებს ვნახულობ და ეს ადამიანები თავისუფლებას აძლევს, ჩემ თავს მიცემ, უბრალოდ თქვა, რომ ცთარი აზრები მიაწოდონ და ზოგჯერ თქვათ, გარკვეულ შეფასებებს აკეთებენ, ზოგჯერ რაღაც რიცხობრივი მონაცემები მოაქვთ, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს სინამდვილეს და ამით მნიშვნელოვან დარტყმას აყენებენ იმ დარგს, რომელსაც ჩვენ ყველანი აქ სტუდიაში მყოფი პროფესიონალები, რომლებიც მობრძანდებიან და მინდა გითხრათ, რომ წინა გადაცემებში ადრე რამდენი ჩატარდა, 10-ზე მეტი გადაცემა ჩატარდა. ჩემის აზრით საუკეთესო ექსპერტები და პროფესიონალები იღებდნენ მონაწილეობას და სწორედ მიზანს აი ამ გადაცემაში თითოეული ადამიანი ვინც იღებს მონაწილეობას თვლით რომ არის მივიტანოთ აი სწორედ სწორი აზრი ნებისმიერ პრობლემურ საკითხებზე რაც ქართულ ენერგეტიკაში გვხდება. მე მივოძეთ ჩვენი გადაცემა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, სწორედ აი ამ შემოდგომის გადაცემის სტუმრები, მაგს დიდი პატივი წარმოვადგინო საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი ბატონი რევაზ არბალაძე და ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ანზორ ჭითანავა. ბატონებო, მოგესალმებით, დიდი პატივია ჩემთვის თქვენი სტუმრობა და დიდ მადლობას მოგახსენებთ და რადგან იმ დარგზე საუბრობთ, რა დარგსაც ენერგეტიკა ქვია, სულ რამდენიმე დღის წინ იყო პროფესიული დღესასწაული, პროფესიული დღე ქართული ენერგეტიკის და მე მინდა თქვენც მოგილოცოთ და ყველა ადამიანს ტრადიციულად ყველა ენერგეტიკოს, რომელიც დღესაც მუშაობს, თქვათ, იგივე გენერაციის ობიექტზე, ეს არის უზარმაზარი ჩვენი სადგური, თქვათ, ენგურიდან დაწყებული, დამთავრებული პატარა სადგურამდე და ყველაფერს აკეთებს და წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ ადამიანებს საქართველოში მიეღოთ თავის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი პროდუქტი ელექტროენერგია. და კიდევ ერთი რაზეც მინდა შევჩერდე, ამ ბოლო დროს, უბრალოდ ბოლო თვენახევრის განმავლობაში გარკვეული რეგულაციები შეიცვალა, კანონმდებლობა შეიცვალა და მინდა აი ბლიც გამოკითხვას სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდეთ, მე მინდა ბატონებს აი ეს კითხვა დაუსვა, რაც მაყურებელსაც აინტერესებდა, შეიცვალა კანონმდებლობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად მარეგულირებული კომისიის წევრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. მე მინდა ბატონ რევაზ თქვენგან და შემდეგ ბატონ არზუს ძალიან მოკლე პასუხი აი ამ კითხვაზე, რამდენად გამართლებლად მიგაჩნიათ თქვენ დღევანდელ სიტუაციაში ეს ცვლილება. მე პირდაპირ მინდა, ჯერ პირველ რიგში მეც მინდა მიულოცო ყველა ენერგეტიკოს გასული დღესასწაული, მართლაც ამ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანი დარგის დღე, რომელიც 10 სექტემბერს აღინიშნა. რაც შეეხება ამ მარეგულირებელი კომისიის წევრების დანიშვნას, ჩემი აზრით ბატონ დავით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, დანიშნავს პრეზიდენტი, დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, თუ პარლამენტის მიერ იქნება შერჩეული და დამტკიცებული ეს პიროვნება. მთავარი არის, რომ მარეგულირებელ კომისიას რეალურად მიენიჭოს დამოუკიდებლობა, რომ მის საქმიანობაში, როგორც გასულ წლებში ვნახეთ, არავინ არ ერეოდეს. პრაქტიკულად ჩვენ გვახსოვს, რომ თითქოს აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატებით იყო ეს მარეგულირებელი კომისია. აი ეს არის ჩემი პასუხი. მე მგონია, რომ ესე იგი რეალური დამოუკიდებლობა უნდა მიენიჭოს და მარეგულირებელი კომისია ამ შემთხვევაში იმუშავებს ეფექტურად. ეს ვიზიარებ ბატონო დავით ამ მოსაზრებას.
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და თუ დამოუკიდებლობას, რეალურ დამოუკიდებლობას მიიღებს ეს კომისია და მას ახალი ფუნქციები აქვს ახალ ვითარებაში, მაშინ ჩვენ მივიღებთ ნამდვილ მარეგულირებელ კომისიას, რომელსაც ესე იგი ნდობაც ექნება და რომელსაც ავტორიტეტი ექნება როგორც მოსახლეობაში, ასევე დაინტერესებულ მხარეებში. ძანეთ ბატონო. ერთი რაღაცა უკაცრავად ახლა ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ რაღაცა პოლიტიკურ სიტუაციებში ვერ ვერკვეთ. რა თქმა უნდა, ახლა მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი წამსვლელია და ძალიან არასასურველი იქნებოდა თუ შეირჩეოდა ისეთი კანდიდატი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარისა, რომელიც შემდგომში რაღაცა პოლიტიკური მოსაზრებების გამო რაღაც არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. დიდი მადლობა ბატონო, მეც 2 სიტყვას ვიტყვი, მიმაჩნია რომ ახალი რეალობიდან და იმ კანონმდებლობიდან, რასაც პრემიერ-მინისტრს ენიჭება უკვე საქართველოს ახალი კანონმდებლობით, რომ ის არის ფაქტიურად პირველი პირი ხდება ხელისუფლებაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მიმაჩნია რომ ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ პრემიერი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და იმედს ვიტოვებ, რომ ნამდვილად რომ სწორედ ახალი კანდიდატი, ვინც იქნება წარდგენილი საქართველოს პრემიერის მინისტრად, დაახლოებით ვიცით, მე შემიძლია დავასახელო დღეს მითხრეს, რომ ქალბატონი ირინა მილორავა დიდი ხანია ქართულ ენერგეტიკაში მუშაობს, არის ძალიან პრინციპული ადამიანი, საკმაოდ გამოცდილება აქვს მიღებული, იმიტომ რომ გაიარა თითქმის ყველა ისეთ უწყებებში მუშაობდა, რომელსაც თქვა იგივე ტარიფის მეთოდოლოგიასთან თვითონ უამრავ საქმესთან, რაც ქართულ ენერგეტიკაში ძირეულ რეფორმებთანაც, თქვათ, სამეურნეო საქმესთან მას ჰქონდა შეხება და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება და მივესალმები, იმიტომ რომ ნამდვილად მიმაჩნია, რომ როგორც ძანეთ ბატონებო, რომ ამ ინსტიტუციას, რომელიც უმნიშვნელოვანესია, მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ქართულ სინამდვილეში ენერგეტიკისთვის ეკოლება ღირსეულს. ხო, არა მარტო ენერგეტიკისთვის, ისა წყალმომარაგების და მარეგულირებელიც არის, ეკოლება ღირსეული წევრი და ხელმძღვანელი. და წარმატებას უსურვებ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ შეუძლია მას აქვს ყველა ის თვისება, რომ რეალურად რაც თქვენ ბრძანეთ, რომ გახადოს ეს ორგანიზაცია დამოუკიდებელი და არა ნოტარიალური კანტორის თუ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულება დანამატი და უამრავი პრეტენზია სპეციალისტებს, უბრალოდ დაინტერესებულ დარგით დაინტერესებულ ადამიანებს უამრავი პრეტენზია ჰქონდა წინა რეგულატორის შემადგენლობის მიმართ. და მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად წაადგება, რომ ასეთი კადრი მიდის ჩვენს გეთანხმებით, რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი შეკითხვა, რაც მინდა ესევე ახალი რეგულაცია გაკეთა, სწორედ გუშინ მზადდებოდით თქვენ პრეზენტაციაზე ბატონ რეზო, ეს იყო ახალი ჰიდროსადგურებზე, ახალი რეგულაცია შემოვიდა. მიმაჩნია მე, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ინვესტორს გაუმარტივებს, გაუიაფებს, თქვათ, იმ გარემოს, რა გარემოში შემოდის და აქვს სურვილი რომ მოახდინოს ინვესტიცია და ჰიდროსადგურები ააშენოს, მე მაჩნია გამართლებული. აი ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი, გუშინდელ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. თუმცა ვიცი რომ გარკვეული შენიშვნები ბუნებრივია იქნება, მაგრამ ეს დოკუმენტი არ არის დოგმატური დოკუმენტი, რომ არასდროს არ შეიცვალოს. ბუნებრივია აი სწორედ იგივე ინვესტორების, სპეციალისტების მონაწილეობით მოხდება ამ დოკუმენტის დახვეწა. თვითონ აზრი თვითონ და უბრალოდ თქოს გააცნოთ რა დოკუმენტია ლაპარაკი, ჩვენ პირდაპირ დავსკითხვა და უბრალოდ მინდა რომ ჩვენ ეს არის დოკუმენტი, რომელიც მთავრობის დადგენილება, რომელიც არეგულირებდა თუ როგორ უნდა რა ესე იგი სხვადასხვა ეტაპებზე რა რეგულაციები იყო იმისთვის, რომ აშენებულიყო საქართველოში გენერაციის ობიექტები. ნუ იცით ახლა ყველამ და მე მგონია მოსახლეობამაც იცის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ესე ვიტყოდი მე დამაფრთხობელი ინვესტორისთვის იყო ის, რომ $170,000 ყოველ მეგავატზე უნდა ქონებოდა დადებული ბანკში გარკვეული პერიოდით და თუ რაღაცა ესე იგი ვალდებულებას ვერ შეასრულებდა ინვესტორი, რეალურად ეკარგებოდა ეს თანხები. ასეთი ის იყო ჩადებული. აი ეს საკმაოდ სერიოზულად იქნა შეცვლილი, განსაკუთრებით 100 მეგავატამდე სიმძლავრის ობიექტებისთვის, 100 მეგავატზე მეტისთვისაც არის შეცვლილი, მაგრამ უფრო ნაკლებად
და თავისთავად ცხადია, რომ ინვესტორისთვის ეს საკმაოდ სერიოზული შეღავათი არის და ინვესტორი უკვე უფრო თავისუფლად შემოვა საქართველოში და უფრო მეტად გაბედავს აქ ელექტროსადგურების მშენებლობას. ცხადია, იცით, რომ სამინისტრომ, როდესაც ესეთ საკითხებს მოკიდა ხელი, არ შეიძლება რომ დადებითად არ შეხედო ამ ამბავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალი მიმართულებით იმუშავებს. ჩვენ გქონდა რამდენიმე შენიშვნა ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი შენიშვნა ისეთი იყო, რომ არც მემორანდუმში, ძველ მემორანდუმში და არც დადგენილებაში არ იყო მაგალითად ხაზგასმულად ის მოთხოვნა, რომ ინვესტორს ადგილობრივი მუშახელი დაესაქმებინა. რაც ჩვენი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის რა და როდესაც გახსოვთ ჩვენა გამოდიოდა ჩვენი ხელმძღვანელები ძველ პერიოდში და ამბობდნენ რომ აი აშენდება ესა და ეს ობიექტი და დასაქმდება 3000 კაცი ან 10000 კაცი 20000 კაცი რეალურად ინვესტორს შემოყავდა თავისი ქვეყნიდან მუშახელიც კი შავი მუშაც კი და აქედან გამომდინარე გამოდიოდა რომ სხვისთვის იყო ეს გაკეთებული ხო სხვა მუშახელისთვის და აი ეს საკითხი დავაყენეთ ჩვენ და სხვა შორის სამინისტრომ ხელმძღვანელობამ გვითხრა რომ მათ კონტროლზე აქეთ საყვანელი დადგენილებაში არ მოხდა, მაგრამ ხელშეკრულებებში, კონკრეტულ ხელშეკრულებებში ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ისე რომ ჩვენ საკმაოდ დადებითად შევხვდით აი ამ ცვლილებებს. ბატონო ზურ, კიდე თქვენც იგივე კითხვა, ეს ეხება გენერაციის ობიექტებს და იქ იყო ერთი ესეთი ნიუანსი არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ითხოვს, რომ გენერირებული ენერგიის 20% იყოს შიდა ბაზარზე გაყიდული. წინა რეგულაციაში იყო ეს ზამთრის თვეებზე იყო ლაპარაკი. ეხლა მითითებულია პროცენტი და მე რამდენადაც ვიცი, კითხვა ამაზეც იყო დასმული, თუ რატო მოხდა, რომ აი თქვა შევიდა. მესმის რომ ეს არის სამინისტრო თვითონ ენერგეტიკოს სისტემის მესეურები ვცდილობენ რომ ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფა იყოს გარანტირებული და ამისთვის სჭირდებათ ეს ენერგია. იქ სხვაც არის მე მინდა მსმენელმა იაფი ენერგია ფაქტიურად იმ პერიოდის ყველაზე იაფი ენერგია უნდა მიიღოს საქართველოს ენერგოს სისტემამ და აი ცვლილება იყო ადრე იყო 3 თვის განმავლობაში მიწოდება, ეხლა 20%-ია. დაახლოებით ზოგან ნაკლები გამოდის, ზოგან მეტი გამოდის. ამიტომ და დრო არ არის მითითებული. აი თქვენ როგორ ხსნით ეს რითია გამოწვეული რომ არ უთითებენ დროს. შეიძლება ზაფხულში მოთხოვონ, თქვა მიწოდება მე ვთვლი ბატონო დავით რომ ეს პოზიცია და ეს მოთხოვნა კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეიძლება ტრანსფორმაცია მოხდება იმის დამოუკიდებლად როგორი იქნება ჩვენი ეკონომიკის აღმავლობა. ეხლა დღეს ის შემთხვევითი არ იყო ის პიკის ესე იგი ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დატოვება აქ შიგნით ქვეყნის შიგნით დანარჩენის უფლების მიცემა რომ გაიტანონ ეს იყო იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ეკონომიკა არ იყო მზად იმისათვის რომ ეს მოცულობა მას აეთვისებინა და ამისათვის ესე იგი ის პერიოდი იყო შერჩეული რომლისთვისაც ის მზად იყო მიიღებდა ამ ენერგიას და დღეისათვის ესე იგი მე ასე ვფიქრობ რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან სწორი სადღაც იმედის მომცემი იმისა რომ ნელ-ნელა ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური წინსვლის ესე იგი პარალელურად მოახერხებს იმას რომ შიდა ბაზარზე მოხმარება გაზარდოს და ამითი ეს პუნქტი მე ვფიქრობ რომ ეს პროცენტების დაფიქსირება მაინც არ არის საჭირო არამედ უნდა დაფიქსირდეს იქ მოთხოვნა რომ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდასთან დაკავშირებით ეს მოთხოვნები შეიცვლება და ინვესტორს მიეცემა ის შეღავათები რომელიც შეღავათებიც მას გაყიდვის შიდა გაყიდვის პირობებში ქონდა მინიჭებული ასე რომ ჩვენ პერსპექტივაში უნდა ველოდოთ რომ ჩვენი შიდა ბაზარი გაჯერდება საკუთარი ენერგიით და ეს იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი ენერგეტიკის წინსვლისათვის. თუნებას ვუწევთ მე ორივე სიტყვას მიმაჩნია რომ დადებითი მოვლენაა, იმიტომ რომ რეალურად ჩანს რომ ფიქრი მიდის რომ ინვესტორს შეუქმნათ შესაბამისი გარემო, უკეთესი გარემო ვიდრე ადრე იყო და ეს დინამიკა ძალიან დადებითი მოვლენაა. მიმაჩნია რომ აი ეს მიმართულება რომ მუშაობა ესე წავიდა დადებითად ახასიათებს ყოველ შემთხვევაში აი ამ ქმედებებს სამინისტროს რომ ინვესტორისგან ბრძანეთ ბატონ დავით ეხლა ერთი რაღაცაც აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ ჩვენ კარგად ვიცით რომ საქართველოს ტარიფები ძალიან დაბალი არის გენერაციის ტარიფი მაქვს ხოდელობაში ამდენად ინვესტორისთვის მანდამაინც მიმზიდველი არ არის რომ ადგილობრივ ბაზარზე დღეს ლაპარაკობენ
მაგრამ მომავალში ეს ცხადია, რომ ეს ტარიფები გაიზრდება, ეკონომიკა თუ წინ წავიდა, ეხლა მე არ მინდა ვინმე შევაწყინო თავი, მაგრამ ჩვენ რომ ნახოთ თქვათ ევროპის ქვეყნების ტარიფებზე შევასწავლოთ, საქართველოს ორჯერ, სამჯერ უფრო მეტია, ხო? გენერაციის კიდე 3-ჯერ, 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო მეტი. აქედან გამომდინარე, დღეს თუ ასე არის, ხვალე მოთხოვნილება რო ექნება საქართველოს და გადახდის უნარიანობა, ის ინვესტორი ვერსად ვერ წაიღებს ელექტროენერგიას და სრულად უნდა დარჩეს საქართველოში. დიდი მადლობა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ვფიქრობ, რომ დადებითი მოვლენა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება იმ დარგში, სადაც რეალურად ყველაზე მეტ საინვესტიციო წინადადებას ელოდება ქვეყანა და ეს რეალურად ენერგეტიკაა და ეს ძალიან მახარებს. ეხლა მინდა გადავიდეთ ძირითად თემაზე ბატონებთან. ჩვენ ქართული ენერგეტიკის, საერთოდ ზოგადად ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვან შემოდგომა ზამთრის პერიოდზე გადავდივართ. საკმაოდ რთულად დაიწყო ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდი, იმიტომ რომ რეალურად ყველაზე დიდ წყალსაცავში ჩვენ დეფიციტი გქონდა წყლის, წყალი არ გქონდა, ნიშნულები იყო დაბალი და ენგურხესმა ბოლოს, აი ზუსტად 2 კვირის განმავლობაში მოხდა, რომ წყალი წამოვიდა და გარკვეულად ცილა და აი ივლისის გადაცემაში ჩვენ გქონდა, რომ აუცილებელი იყო ან იმპორტის და თბოსატყუების გაშვება და რეაგირება გადაცემაზე არა თვითონ ბუნებრივად მესვეურები საქართველოს ენერგოსისტემის დროზე მოხდა გაშვება თბოსატყურის ბუნებრივია და იგივე იმპორტის დაწყება. მე აი ეს მომენტი კარგად აჩვენებს, რომ ძალიან მობილურად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ერთ დეტალზე მინდა გავმოვიდეთ. საქართველოს შარშანაც და წელსაც განახორციელა დაახლოებით 700 მილიონი კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიის იმპორტი. ჩვენ ვჩებით დეფიციტურ ქვეყანად. ვართ ზამთარში გვაქვს საკმაოდ დიდი დეფიციტი. ფასები, აი წინა თემას უკავშირდება, ფასები, ხო, იმპორტირებული ენერგიის ფასები საკმაოდ მაღლა მიდის და რეალურად, როცა იმ 20%-ზე საუბრობთ, ხო, ჩვენ ფასებით უკვე იმპორტირებული ენერგიის ფასი, მაგალითად, მე ზოგიერთი პროექტი ვიცი, იმ პროექტებში ფასებს უკვე აღემატება. დღევანდელი ფასები, თქვა 2-3 წელიწადში, 7-5 წელიწადში შემავალი გენერაციის ობიექტების ფასები მაღალია. აქედან ვთვლი, რომ ის ენერგია მოთხოვნადი იქნება შიდა ბაზარს. მე მინდა აი შეფასება დავიწყო დღევანდელი მდგომარეობის, ენერგეტიკული მდგომარეობის და რა გზებს ხედავთ ამ დეფიციტის დასაფარავად ბატონო და რა პრობლემებს ხედავთ აი ზოგადად დავიწყოთ დღეს ქართულ ენერგეტიკაში. რა უნდა გავიგოთ? რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული? ეს ეხება მე მინდა არ ჩამოვყვა მარტო დეფიციტის დაფარვაზე, მე მინდა რეფორმირების თვალსაზრისით სხვა რა პრობლემებია, ბაზრის განვითარება, ლიბერალური ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, უბრალოდ აი თეზისება ჩამოვაყალიბოთ, საით უნდა იყურებოდეს დღეს თქვათ ქართული ენერგეტიკა. რას უნდა, რა არის პირველ რიგში, აი რა ნაბიჯებია უახლოეს მომავალში გადასაწყვეტი. ნუ პირველი რა უნდა ვთქვათ, ცით, მოდით თეორიული ნაწილიდან დავიწყოთ. საქართველოს რეალურად დღეს არ გააჩნია ენერგეტიკული პოლიტიკა და სტრატეგია ამ პოლიტიკის განხორციელებისათვის. ეს არის პირველი და პირველი, რაც საქართველოს უნდა გააკეთოს. მე როგორც ვიცი, თითქოს ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია მაქვს, ჩვენი აკადემია არ არის ჩართული, მაგრამ თითქოს ენერგეტიკის სამინისტროს აქვს ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმული. აი, როდესაც ამ პოლიტიკისა და სტრატეგიის გამუშავება დაიწყება, იქ რა თქმა უნდა რეალურად გამოჩნდება რა ნაკლოვანებები გააჩნია საქართველოს ენერგეტიკას და რა პრობლემებია გადასაჭრელი და როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები. თავისთავად ცხადია პირველი და პირველი ეს არის ელექტროენერგია. უნდა იყოს საკმარისი, ხო? ენერგეტიკული უსაფრთხოება ესეთი ტერმინი წარმოიშვა 70-იან წლებში, როდესაც არაბულმა ქვეყნებმა ემბარგო დაადო ნავთობის კრიზისის პერიოდში და ამის შემდეგ ენერგეტიკული უსაფრთხოება განსაზღვრულია ორი მიმართულებით, ხო? ერთი, რომ ენერგეტიკას რა საფრთხეები შეიძლება, გარე საფრთხეები, საზღვარგარეთიდან და შიგა საფრთხეები დაარდგეს და მეორე ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეხლა მეორე მხარე ესე თვლის, რომ თვითონ ენერგეტიკამ რა საფრთხეები შეიძლება ქვეყანას, ეს იქნება ეკოლოგიური თვალსაზრისით, კლიმატის ცვლილება, ბირთვული უსაფრთხოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ესე იგი ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ისეთი გეოპოლიტიკური ქვეყნისათვის, როგორიც საქართველო არის, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სრულად საქართველოში რომ ვერ მიიღწევა, ამაზე მე მგონია ორი აზრი არ არსებობს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების პრაქტიკულად 100% შემოდის. ამ მიმართულებით ვერ გადავწყვეტ, მაგრამ მეორე ნაწილი არის, ხო? უпростоრად მე ვიტყოდი, რომ პირველი ნაწილი ელექტროენერგეტიკა, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიექციოს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი დარგი, რომლის გაჩერება სრული პარალიზება შეიძლება ქვეყნისა გამოიწვიოს რა. აქაც აი როგორც თქვენ ბრძანეთ, საკმაოდ სერიოზული დეფიციტი არის ზამთრის პერიოდში და პირველ რიგში ქვეყანამ უნდა იფიქროს იმ მიმართულებით, რომ ზამთრის დეფიციტი იქნეს აღმოფხვრილი. რითი შეიძლება იქნეს აღმოფხვრილი? საქართველოს რამდენიმე სერიოზული ენერგეტიკული რესურსი გააჩნია ამ მიმართულებით. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, ეს ჩვენ ერთხელ და ორჯერ არ გვითქვია, ეს არის ჰიდროენერგეტიკული რესურსები. ჰიდროენერგეტიკული რესურსების რეგულირება შესაძლებელია, ყველამ კარგად ვიცით, ზაფხულის ჭარბი წყალი შესაძლებელია წყალსაცავებში დავაგროვოთ და ზამთარში გამოვიყენოთ, ეს ერთი მიმართულება არის. რა თქმა უნდა, მეორე მიმართულება შესაძლებელია ბევრი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური აშენდეს. მართალია, ჩვენი მდინარეების სეზონურობაც ყველამ კარგად იცის, რომ 3-ჯერ, 4-ჯერ და ზოგჯერ 10-ჯერ უფრო ნაკლები წყალი ჩამოედინება ზამთარში, ვინემ გაზაფხულის, ზაფხულის წყალდიდობის პერიოდში და აქედან გამომდინარე დადგმული სიმძრალის გამოყენება ზამთარში ძალიან შემცირებული იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ქვეყნის მოთხოვნილების ბაზისურ ნაწილს დაფარავს. მესამე მიმართულება შეიძლება იყოს ესეთი, რომ ჩვენი ნახშირები, რომელიც ესე თუ ისე გაგვაჩნია, საკმაოდ სერიოზული მარაგები ამისი, იქნეს ეფექტიანად გამოყენებული. ეხლა ნახშირების პრობლემა ცოტა არ იყოს ბნელით არის მოცული, ხო? იმიტომ რომ ნახშირების ტყიბულის ნახშირების საბადოები ეს როგორც ვიცით, გაყიდულია, ეხლა მისი პატრონი როგორ გამოიყენებს, რას გამოიყენებს, რას გააკეთებს იგიდან ელექტროენერგიას მიიღებს თუ რაიმე სხვა მიმართულებით იქნება გამოყენებული, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის. მაგრამ ვიცით, რომ საქართველოს ეს რესურსები გააჩნია და პირველ რიგში ის უნდა იყოს გამოყენებული, ესე იგი ელექტროენერგიის საწარმოებლად. ტყიბულის ნახშირების ბაზაზე შესაძლებელია დაახლოებით 1000 მეგავატის სიმძლავრის სადგურის აშენება და ტყიბულის ნახშირის მარაგები ამ სადგურის მუშაობას დაახლოებით 80 წელიწადი უზრუნველყოფს. საქართველოს გააჩნია ასევე რესურსები, ქარის, მზის, კარგად ვიცით, გეოთერმალურ წყლებზე ნუ ვილაპარაკებთ, რომ ეს იმდენად მცირე არის რესურსი, რომ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. არის რესურსები ნავთობის, გაზის, თუმცა კი რომ გითხრათ სიმართლე, აი ეს ამოღებადი, დაზვერილი, ნამდვილად დადასტურებული რესურსები, ჯერჯერობით მცირეა, თუმცა გეოლოგები ამბობენ, რომ ეს რესურსები შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი. ამავე დროს, ბატონ დავით, ერთი და ვამთავრებ ახლა, აუცილებლად უნდა შევხედოთ ნებისმიერი რესურსის გამოყენების როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს. და ყველა ამ რესურსს გააჩნია ასეთი მხარეები. ეს უკვე შემდეგი თემა არის. კარგით, ბატონებას, მე ვისაუბრეთ ახლა ჩამოთვალეთ მწვავრები და ცალსახადაა თქვენ ბრძანეთ ბატონებს, რომ ჩვენ წმუნდებით, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, რაც გაგვაჩნია, ეს არის მისი ჰიდრორესურსი, რომელიც ნაწილობრივ არის ათვისებული, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი არის ასათვისებელი. მე მინდა ბატონ აზურთან, რომელსაც უზარმაზარი გამოსილება სწორედ ამ მიმართულებით აქვს, მე მინდა ბატონ აზურ გითხრათ, მრავალი სიტუაციების გამო, ეს იყო თქვა პოლიტიკური სიტუაციებიდან ჩვენ თქვა იგივე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენ გვაქვს მდინარეები, რომელსაც გარკვეული პოტენციალი გააჩნია და რეალურად დღეს მათ ათვისებაზეც ლაპარაკი ზედმეტია. მეცაც გეტყვით იგივე ვარნილების ჩაძირული ვარნილების მართალია 40 მეგავატია სამი კასკადის მეორე მესამე ვარნილის, მაგრამ მათი აღდგენაც პრობლემატურია, იმიტომ რომ რეალობა ვიცით, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და იქ ჩვენ ფაქტიურად ვერაფერს ვერ ვახორციელებთ. მე უბრალოდ რა მინდა რომ ფაქტიურად ჩვენი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი ამ რეალობიდან გათვალისწინებითაც არის შემცირებული. რა თქმა უნდა.
და ხშირად ამბობენ რომ ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გაგვაჩნია მე მინდა კაი კითხვა დავსვა გვაქვს კი არა ჩვენ ამხელა პოტენციალი და რაც აგვაქვს ყაირათიანად ოპტიმალურად ვახერხებთ თუ არა ამის ათვისებას და ყოველ შემთხვევაში ეს მაინც ჩვენი ყველაზე დიდი პოტენციალია ენერგეტიკული პოტენციალი რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარკვეული მისაღები დონის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, აი რა პერსპექტივებს ხედავთ ამ მიმართულებით? უპირველეს ყოვლისა ძალიან დამამშვი და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია როგორც იქნა გამოვიდა სამზარეულოდან და განხილვის საგანი საჯარო განხილვის საგანი გახდა. მე ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ ზედაპირულ ლაპარაკს იმის თაობაზე, რომ ჩვენ იმდენი ელექტროენერგია გვაქვს ყიდით კიდევაც და საკმაოდ ყაირათიან ხარჯვის პირობებში ჩვენს ეკონომიკას შეუძლია აღმავლობა, წინსვლა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის გამოჩენა ძალიან ბევრ კორექტივს შეიტანს ჩვენ სამომავლო გეგმებში ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით და ეს იქნება ენერგეტიკის უპირატესი განვითარების მოთხოვნა ამ დოკუმენტიდან გამომდინარე. ეხლა რაც თქვენ ბრძანეთ, ამ კითხვაზე ასეთი პასუხია, ვიყენებთ თუ არა ჩვენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია აი სწორედ გიდროსადგურების სახით. 10 მილიარდი კილოვატ-საათის გამომუშავება შეუძლიათ ჩვენს ჰიდროსადგურებს დღეისათვის, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ მიღწეული აქედან ეს 10 მილიარდი არ არის. ესე იგი გვაქვს რაღაცა საშუალება იმისა, რომ ეს ავწიოთ ეს დონე და მე მგონი ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ არსებულ სადგურებზე ეფექტურობის გაზრდა და იმ შედეგების მიღწევა, რასაც საპროექტო პარამეტრები ქვია. მაგალითად ზოგიერთს არ ესმის რომ ძალიან ხშირად ეს პრესაში ვკითხულობ ამას არ ესმის რომ თურმე ესე იგი ორჯერ შეიძლება ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების გაზრდა ერთ ნახევარჯერ შეიძლება გაზრდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის ესე იგი ცრუ ინფორმაცია იმიტომ რომ როდესაც მე ვლაპარაკობ საპროექტო სიმძლავრეზე საპროექტო სიმძლავრე ეს არის დაფუძნებული იმ ჰიდროლოგიაზე და იმ მონაცემებზე, რომელიც საშუალებაც ამ მდინარეს ამ კონკრეტულ ადგილზე გააჩნია. და თუ ჩვენ მხედველობაში გვაქვს, რომ მოწინავე ქვეყნებში, კაპიტალისტურ ქვეყნებში, ნუ მხედველობაში მაგ განვითარებულ ქვეყნებში მიდის მოდერნიზაცია, ეს ნიშნავს კაშრის სიმაღლის აწევას, იქ სათავე კვანძის გადაპროექტებას და ესე იგი ეფექტურობის ამაღლებას იმ თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება მეტი ესე იგი შემოდინება იყოს და ასე შემდეგ და ამის ხარჯზე იზრდება გამომუშავება, ეს ერთი პრობლემაა. და ამის საშუალება ჩვენ პრაქტიკულად რომ განვიხილოთ და დეტალურად შევისწავლოთ, რომ ჩვენ ობიექტებზე, მაგალითად ინგურზე ეს საკითხი დადგეს, ეს გამორიცხულია. ასევე ჟინვაზე საკითხი დადგეს, გამორიცხულია. და ახლა მე ვერ შეუდგები ამის დასაბუთებას, იმიტომ რომ ძალიან ადვილი დასაბუთებელია, მაგრამ ზოგადად მაინც მინდა იცოდეთ საზოგადოებამ, რომ ეს არ შეიძლება 510-ზე ზევით ენგურს ვერ ავწევთ. რა თქმა უნდა. 810-ზე ზევით ჟინვას ვერ ავწევთ. იმიტომ რომ გინდა ატმოსფერული ნალექების დაუძახე და მოიყვანე ის და ჩამოასხე ამ ჟინვალი წყალსაცავში, კაშლის სიმაღლე არ აიწევა. რა თქმა უნდა. ეს ერთი. მეორე პრობლემა ეს არის იქიდან გამომდინარე რომ ეს რესურსი რეალურად არსებობს და მე დღეისათვის ეს შეფასებული მაქვს დაახლოებით 1.5 მილიარდი 2 მილიარდის ფარგლებში და ეს არის საკმაოდ ესე იგი ნაკლებად შრომატევადი და კაპიტალდევადი ისა რა ქვია ღონისძიება და ეს უნდა გაკეთდეს და ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. მე ძალიან გული მტკივარ, როდესაც გაზეთებში ჩვენ ამას წინებზე ქონდა შეხვედრა და გული მტკივარ, როდესაც ამბობენ რომ ესე იგი ეს საფრთხეშია, იქ ის არ მუშაობს, ეს ნაგებობა ცუდ გეოლოგიურ პირობებშია, აქ ამის მიღება არ შეიძლება და ასე შემდეგ და ყველა ჩვენი ობიექტი არის გალანზღული. ზოგიერთი პრესის საშუალებების მიერ. მაგრამ არ მინდა ახლა სხვანაირად გამიგოთ და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არც ერთი ენერგეტიკული ობიექტი ავარიული არ არის და არც ყოფილა, არასოდეს და არც არასოდეს არაფერი არ მომხდარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის საკმაოდ კარგად იყო შესწავლილი, კარგად იყო ესე იგი მოფიქრებული და ამავე დროს კარგად იყო მოვლილი. ექსპლუატაციას ნორმალური. ექსპლუატაცია მოვლილი იყო და კარგად მიდიოდა ექსპლუატაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარსულში რადგან ასეა, მოშიაცია ასე არ მოხდება. ეს არ ნიშნავს ამას. ამიტომ
როდესაც ჩვენ ესე იგი ამ კრიტიკას ვისმენთ, ეს კრიტიკა თუ საფუძვლიანი არ იქნება, მას უნდა უპასუხოთ, არ შეიძლება გაჩუმება. და მე ძალიან მიგვირს, როდესაც ამ პრესას ესე იგი სათანადოდ არ ეხმაურება ის ორგანოები, რომელსაც ეს ევალებათ. და მეორე მიმართულება, რომელიც ესე იგი მე მინდა რომ კაცრად ესე იგი ამ ენერგეტიკული ეკონომიკური სტრატეგიიდან გამომდინარე მოგახსენოთ, ის არის რომ ჩვენ რეალურად დავდგებით ელექტროენერგიის ესე იგი მოთხოვნაზე ელექტროენერგეტიკის უპირატესი განვითარების ფაქტის წინაშე. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც არ გვექნება სათანადო რეზერვები და ეს რეზერვები მერყეობს 20-დან 30%-მდე და თუ ეს წინასწარ არ გვექნება და ჩვენი ეკონომიკა იქნება არათანწყობადი, ესე იგი ამ პროცესების მიმართ, მაშინ გამოდის რომ ჩვენ აღმოჩნდებით კატასტროფის წინაშე და ჩვენი ეკონომიკა წინ არ წავა, არავით არის წინსვლა 7%-იანი, თუ გინდა 2-ნიშნა, თუ გინდა 1-ნიშნა, თუ რასაც ნებად 5%-იანი. გინდა 5%-იანი, ეს ყველაფერი გამორიცხულია. ამიტომ ახალი ობიექტების აშენება და მისი ექსპლუატაციის შეყვანა იქნება აუცილებელი. და მე ძალიან მიხარია რომ ამ ხრივ ძალიან დიდი მხარდაჭერა არსებობს და მიმართულება სწორად არის არჩეული, მაგრამ მე საყვედურო ყველას პირველ რიგში იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც უნდა ესე იგი დაასაბუთონ, რატომ არის საჭირო საქართველოში ამ ენერგეტიკის, ელექტროენერგეტიკის განვითარებისათვის ენერგია შემცველის არჩევა. და ეს არჩევანი გაკეთებულია არაფორმალურად. აი ჩემთან, თქვენთან, ყველასთან გაკეთებულია, მაგრამ სახელმწიფო დონეზე ეს არჩევანი გაკეთებული არ არის. და აი ეს უნდა იყოს პარლამენტის დადგენილებით იმ დოკუმენტით, რომელსაც ქვია ყველა ქვეყანა აკეთებს. საფრანგეთმა ატომური ენერგეტიკა აირჩია, ნორვეგიამ ჰიდროენერგეტიკა აირჩია და ასე შემდეგ და არ მინდა ხა გამომივიდეს ესე იგი პროპაგანდა, მაგრამ საქართველოს უნდა აირჩიოს ეს და ეს არის აუცილებლად ჰიდროენერგეტიკა. ეს მეორე მიმართულება და ამ ხრივ მინდა კიდევ ერთი დამატებითი ინფორმაცია მოგატოვოთ. 464 მცირე სადგური ქონდა საქართველოს 1960 წლამდე. არც ერთი სადგური არ მუშაობს დღეს იქიდან. გონი 12 თუ 13 სადგური არის, ისიც მე მგონი სულ გაფავს. ესე იგი სად გაქრა ეს სადგურები? რატო დაიკარგა? იმიტომ რომ ისინი უწყებრივი დაქვემდებარების იყვნენ, ის ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურაში არ შედიოდა და ყველა იყო გამართლებული, იმიტომ რომ ყველა ემსახურებოდა დარგს და ყველა მუშაობდა. დღეისათვის ვამბობ მცირეგესი და არც ერთი მცირეგესი დღეისათვის ჩვენ არ გაგვაჩნია. ესე იგი მცირეგესი არ ნიშნავს 10 კილოვატს და 15 კილოვატს და 20 კილოვატს. ესე იგი აქ ლაპარაკია დარგობრივი გამოყენების და მიზნობრივი გამოყენების ეფექტზე, რომელსაც კონკრეტული მიბმა უნდა კონდეს ამა თუ იმ პროცესის განვითარებასთან და ენერგოუზრუნველყოფასთან და ეს პროცესი არის გასაკეთებელი. ეს არის გასავითარებელი და ასეთი დოკუმენტები არის შესაქმნელი. ბიზნესი და ენერგეტიკა უნდა დაწყვილდნენ, სხვანაირად ეს ამბავი არ გამოვა. და ეს მეორე მიმართულება, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ჩინეთში, ესე იგი მსოფლიოში არსებული მცირე გესების ნახევარი მარტო ჩინეთშია, ესე იგი ჩინეთმა ამითი ელექტროენერგეტიკის პრობლემა კი არ გადაწყვეტა. ამან გადაწყვეტა პროვინციული საკითხები და ესე იგი ელემენტარული სამრეწველო და სამეურნეო საქმიანობის საკითხები თავის ქვეყანაში, თავის პროვინციებში, თავის გუბერნიებში, სადაც მცირე ენერგეტიკას შეუძლია ეფექტის მოტანა. ჩვენ ამ გზაზე უნდა წავიდეთ. ეხლა ვასწავლიან ჭკუას რომ ძალიან კარგი იქნება ტურიზმისათვის თურმე მთიან რეგიონებში მცირე გესების გაკეთება, იქ სასტუმროების მოწყობა და რაღაცა. კი ბატონო, ძალიან კარგი იქნება, ძალიან ეფექტური იქნება, მაგრამ ამას სჭირდება, ესე იგი მხარდაჭერა, სჭირდება სათანადო კანონმდებლობა, სჭირდება მხარდაჭერა ისეთი კი არა რომ ერთ დონეზე მოვთხოვოთ მცირე ენერგეტიკის ესე იგი განმახორციელებელ ინვესტორს და დიდი ენერგეტიკის განმახორციელებელ ინვესტორს რომ გეზეშე გავაკეთოთ ერთ და იგივე დონეზე. და ეს მოთხოვნა იყოს ისეთი, რომელიც იქნება შეუსრულებადი. აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ ეს საკითხიც მოსაგვალებელია. და კიდევ ერთი გულისწყივილი, რომელიც მინდა გითხრათ, შეიძლება მე სხვა დროს ამის საშუალება არ მქონდეს, მე ძალიან მაწუხებს ის საკითხი, რაც მოხდა ჭოროხის სინამდვილეში. იმიტომ რომ ამ პრობლემაში ჩვენ ორივენი ვიყავით ჩართულები, ბატონი რეზოს და მეც, ძალიან ინტენსიურად მუშაობდით იმისათვის, რომ ქართული მხარის ინტერესები ყოფილიყო დაცული და დოკუმენტებიც კი გაფორმდა. სათანადო მე მხედველობაში მუშა დონეზე, მაგრამ სამთავრობო დონეზე ეს დოკუმენტი ყველაფერი გაქრა და მოხდა შეთანხმება ისეთი, რომ ერთი ჰესის მაგივრად რამოდენიმე ჰესი განხორციელდა და ეს პროცესი დღესაც მიდის იმ მხარეზე. ეხლა მე მაინტერესებს როგორ მიდის პროცესები, ამის შესახებ პუბლიკაციებიც ჰქონდა, გამოსვლებიც ჰქონდა და ძალიან ბევრჯერ მილაპარაკია სხვადასხვა შეხვედრებზე.
ესე იგი, როგორ მიდის მტკვართან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა, როგორ მიდის თერგთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა, როგორ მიდის ალაზანთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა და დღეს ჩვენ პრაქტიკულად არავითარი სახელმწიფო სტრუქტურა ამ მიმართულებით არ მუშაობს და არ იქნება ის დოკუმენტი, რომელმაც რეგულაცია უნდა გაუკეთოს ამას. და თუ ჩვენ ესე იგი თვითდინებაზე მივუშვებთ ამ საკითხს, გამოვა რომ ისევ აღმოჩნდებით ჭოროხის სინამდვილეში და ჭოროხის სინამდვილე ჯერ შეიძლება ისე არ აქვს გაცნობიერებული როგორც ეს მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში, მაგრამ ნახავთ რომ იქ ძალიან დიდი სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. და ბოლოს ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებით. ჰიდროენერგეტიკა ყველა ქვეყანაში მაქსიმალურად ვითარდება. ჩვენ გამონაკლისი ვერ ვიქნებით და ჩვენც უნდა შევქმნათ პირობა იმისათვის, რომ ჰიდროენერგეტიკამ დომინირებული პოზიცია დაიჭიროს ენერგეტიკის ბალანსში. მაგრამ ეს არ მოხდება, თუ არ შეიქმნება რეგულირების საშუალებები. და ჩვენ მტკვარზე ბატონო დავით პირდაპირ გეუბნებით ახლა ამ წუთში, რომ ქონდა შემთხვევა, როდესაც 28 კუბი მოდიოდა თბილისის გასწორში. ეს იყო ის სანიტარული კატასტროფა, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც არავის არ ახსოვს. და ეს კატასტროფა კიდევ დადგება. და ამიტომ ეს საკითხები მოსაგვარებელია, ესე იგი და რაც მე ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ის რეგულაციები, რომელზედაც ჩვენ დიდი სიამაყით ლაპარაკობთ და მართლაც ძალიან კარგი რაღაცები გაკეთდა, მაგრამ თუ აი ამ პრობლემების მოგვარების საკითხი საქართველოს შიგნით ტექნიკური ინტელიგენციის და მისი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში არ გადაწყდა, სხვისი გაკეთებული საქმე ჩვენ არ გამოგვადგება. ინვესტორის მიერ გაკეთებული ესე იგი ლაპარაკია სხემები ჩვენ არ გამოგვადგება, ინვესტორის მიერ გაყიდვაზე მორგებული, საზღვარგარეთ გაყიდვაზე მორგებული სხემები ჩვენ არ გამოგვადგება, ამიტომ საჭირო იქნება ეს სტრუქტურა შეიქმნას, ეს უფლება ვიღაცამ მოიპოვოს, მე არ ვიცი ეს როგორ მოხდება, მაგრამ კი ვიცი, მაგრამ ამჯერად ამის საშუალება არ არის და მინდა რომ ეს მიმართულებაც განვითარდეს. სხვანაირად ჩვენ დარგს ვერ წავწევთ წინ და ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ბატონო, მე დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ერთი შეკითხვა მინდათ და ჩაგიკითხოთ. კიდევ ერთხელ მინდა ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს დაუბრუნდეთ. ჩვენ რეალურად დღეს გვაქვს რამდენიმე მდინარე, სადაც შენერჩუნლები გვაქვს ასაღების სიმძლავრეები. ეს შეიძლება ხელზე ჩამოთვალოთ, შეიძლება პირდაპირ თქვათ, ეს არის გასაგები. და მაინტერესებს, ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ მდინარეებზე ობიექტების მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ თქვით ახლა ვახსენეთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომიკური კეთილდღეობა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც მეტნაკლებად იცის, თქვა, გრაფიკებთან ახლოს არის და მთლიანი შიდა პროდუქტის, თქვა, დონის და ნახვა, როგორ კორელაციაში მიყვება ენერგომოთხოვნა. თუ ჩვენ რეალურად თქვენ ბრძანეთ, რომ 5%-იანის და 3%-იანის დაც თუ იქნება, მას შესაბამისად უნდა მიყვებოდეს ენერგეტიკული პოტენციალის განვითარება. ამაზე მინდათ, რამდენი მდინარე გვაქვს დარჩენილი ჩვენ, მე მოვთქვი, რომ რაღაც მდინარეები თქვათ, ბზიბზე, კოდორზე ჩვენ არა გვაქვს უკვე საშუალება მერთმაკნას რომ უახლოეს ხანში გადაწყვეტეს, მაგრამ იმ მდინარეებზე, რომელიც აქეთ დაგჭირა, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ავიღოთ გარკვეული სიმძლავრე. ბატონ ეზო ბრძანა, რომ რეგულირების საშუალება გვინდა, იმიტომ რომ ჩვენი სპეციფიკა მდინარეების ისეთია, რომ ამის საშუალება არ აქვს, რომ რეგულირების გარეშე ჩვენ ზამთარში მივიღოთ ენერგია, როცა დეფიციტური. აი სულაც დაგიხატავთ ეს. აი მინდა ამაზე მოკლე პასუხი. 26000 დინარეს ხო ლაპარაკობთ ჩვენ. 26000 დინარიდან ესე იგი დინარე თავისი აი ამ პარამეტრებით, რომელიც აკმაყოფილებს მეტნაკლებად არის 320. ამ 320-დან არის 15. ის მდინარე, რასაც დედამდინარეს ვეძახით. დანარჩენები არის ესე იგი შენაკადები, რომლებიც ესე იგი დიდ ღირებულ ენერგეტიკული თვალსაზრისით დიდ ღირებულებას არ წარმოადგენენ. ფაქტიურად ჩვენ გვაქვს 15 მდინარე დღეისათვის საქართველოში, სადაც შეიძლება მეტნაკლებად ამ სიმძლავრების განვითარება. ესე იგი გამოდის, რომ ის სხემები, რომელიც ადრე ქონდა და აქედან ითვლებოდა ის გამომუშავება და ის პერსპექტივები, რომელიც თითოეულ მდინარეზე იყო გათვლილი, ეს ყველაფერი გადასასინჯია და იმან იმდენი ცვლილებები განიცადა ბატონო დავით, რომ შეიძლება იქიდან მოსალოდნელი რაც იყო, იმის ნახევარიც აღარ დარჩეს. იმიტომ რომ დღეს მოთხოვნა არის 1 კვადრატულ კილომეტრზე
დასაშვები ეკოლოგიური დატვირთვის პარამეტრების დადგენა. დიახ. და თუ ამ პარამეტრებით გავყვებით და არ ვიცით ეს რა პარამეტრებია და რა ნორმატივებია, კაცისთვის არ შეუმუშავებია და არავის არ უთქვია და ყველა თავისებურად აზროვნებს, ყველა თავისებურად ითხოვს. ესე იგი ეს ნორმატივები როცა არ არის, მაშინ გამოდის რომ ჩვენ არც ცხენები გვაქვს, არც განვითარების და იმისი, რა ქვია, მართვის შესაძლებლობები გვაქვს ამ რესურსების და გამოდის რომ ენერგეტიკაში, ესე იგი, მივდივართ ბნელ იმაში ოთახში, სადაც არ ვიცით რა არის მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს იმისათვის, რომ რეალურად ჩვენ მივიღოთ ნაზრდი ელექტროგამომუშავებაში და სიმძლავრეებში. და ეს შეიძლება განვითარდეს დღეისათვის მხოლოდ და მხოლოდ ენგურზე, მხოლოდ და მხოლოდ რიონზე, მხოლოდ და მხოლოდ მტკვარზე. ბატონო, ეხლა მოკლედ სულ 4 წუთი დარჩა დამთავრებამდე მინდა კითხო, თუ იცით თქვენ ქვეყანა განვითარებულ ქვეყნებს გულისხმობს, სადაც არის ესეთი პოტენციალი და რომელი ქვეყანა იტყვის ვარს ამ პოტენციალის ათვისებაზე. უკვე ათვისებულია, მაგრამ თუ იცით ესეთი ქვეყანა. ესეთი ქვეყანა, რა თქმა უნდა, არსებობს დღეისათვის, რამდენიმე ქვეყანა არის ესეთი, მაგრამ ესენი არიან ყველანი განვითარებადი ქვეყნები. განვითარებულ ქვეყნებს როგორც წესი სრულად აქვს ათვისებული. მე ხედველობაში მყავს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, მაგრამ ისეთი ქვეყნები როგორიც არის მაგალითად ჩინეთი, მაგალითად ბრაზილია, სადაც არ არის ათვისებული, იქ არავით არის ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ამას ალტერნატივა რაიმე გააჩნია. რა თქმა უნდა, ჩინეთში ძალიან სერიოზულად მიდის ელექტროსადგურების ნახშირზე განვითარება, ასევე ბრაზილიაშიც, ასევე ინდოეთშიც, ასევე აფრიკის ქვეყნებშიც, მაგრამ ძირითადი აქცენტი მარტო ჩინეთში რომ ავიღოთ 100,000 მეგავატის სიმძლავრის მხოლოდ 2,000 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები შენდება. ისე რომ ჩვენ ეს ბუნებრივი სინდიდრე არ გამოვიყენოთ, უბრალოდ ესე იგი რა ვიცი. მაგის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ჩვენ ქვეყანას. ბატონაზორ, მე მგონი თქვენც მე მინდა პირდაპირ გითხრათ, ესეთი ქვეყანა შემიძლია დაგისახელოთ, რომელსაც ესე იგი ყველაფერზე უარი აქვს ნათქვამი, ეს არის ანდორა. ხო, არაფერი არ აქვს და საფრანგეთი და ესპანეთი აცხოვრებს. კი ბატონო, ესეთი ქვეყანა ჩვენ არა ვართ. და როდესაც ბატონმა რეზომ აქ ბრძანა იმის თაობაზე, დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, ჩვენ ელექტროენერგეტიკაში უნდა გარღვევა გავაკეთოთ და მივიღოთ ის მაქსიმალური პარამეტრები, რომელიც ჩვენ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მეტნაკლებად, ესე იგი, უზრუნველყოფს. ამიტომ დღეს ჩვენ პრაქტიკულად უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები და ამას საკანონმდებლო უზრუნველყოფა ჭირდება, ამას სათანადო ხარდაჭერა ჭირდება საზოგადოების და მე მინდა გითხრათ, რომ ამ ხრივაც ჩვენი მუშაობა გარკვეულწილად მოიკოჭლებს. ჩვენი საზოგადოების ჩართვა მართვაში, ქვეყნის მართვაში, პროცესების მართვაში, ეს იმას ნიშნავს, რომ იყოს გამოხმაურებები მათ შენიშვნებზე და წინადადებებზე, რასაც არ ვაკეთებ ხშირად. ამიტომ ძალიან დიდი შესაძლებლობები გაგვაჩნია ამის და მე მიმაჩნია, რომ აი სწორედ რიონზე, ენგურზე, მტკვარზე ეს პროცესები უნდა დაიძრას და უნდა მოხდეს ამ მიმართულებით გარკვეული ესე იგი ნაბიჯების გადაღება. დიდი მადლობა, ბატონებო. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ საუბრებისთვის. ფაქტია, რომ უამრავი პრობლემაა ქართულ ენერგეტიკაში. მეც ვიტოვებ, რომ თქვენ ამ გადაცემის ხშირი სტუმრები იქნებით. უამრავი სხვა ექსპერტებთან და პროფესიონალებთან და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემაა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ უამრავი ადამიანი იგებს იმას და იმ პროფესიულობას, რომელსაც თქვენ აქ გამოხატავთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ საზოგადოების ჩართულობისთვის და ინფორმირებისთვის, აი რომ პროფესიონალისგან მოსმენილი სიტყვა გაცილებით, ამიტომ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალში კიდევ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა მაყურებელს, კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.